მოგესალმებით პატარებო. დღეს წავიკითხავთ ზღაპარს, უმცროს ვაჟსა და მგელზე. იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა 3 შვილი. ხელმწიფეს მთაში ბაღი ჰქონდა. ბაღში ერთი შესანიშნავი ხე იდგა და ოქროს ნაყოფს ისხამდა. ერთი ფრინველი შეეჩვია ბაღს. ყოველთვის მიდიოდა და მიჰქონდა ხილი. ხელმწიფე დიდად წუხდა და უბრძანა თავის შვილებს. უდარაჯეთ ამ ხეს და ქურდი დამიჭირეთო. პირველად სადარაჯოდ წავიდა 2 უფროსი შვილი, მაგრამ ვერ დაიჭირეს ქურდი. მერე უმცროსი წავიდა, ავიდა ხეზე და დაუდარაჯდა ქურდს. ამ დროს მოფრინდა ერთი უზარმაზარი ფრინველი. მოგლიჯა ნაყოფი და უნდა და წაეღო. ყმაწვილმა ხელი სტაცა, მაგრამ ვერ შეიმაგრა. მხოლოდ მისი ფრთა შერჩა ხელში. მიუტანა მამას და მოახსენა. თვითონ ვერ დავიმორჩილე, მხოლოდ ფრთა მოგიტანეო. ხელმწიფემ მიიხმო თავისი შვილები და უთხრა: ჩემი შვილი ის იქნება, ვინც ამ ფრინველს მომგვრისო. პირველად 2 უფროსი ძმა წავიდა. დიდი დრო გავიდა და არ დაბრუნებულან. ადგა და უმცროსი ძმაც გაჰყვა. იარა და მივიდა ერთი ხის ძირას. ხის ძირში ერთი ქვაიდო და ზედ ეწერა: მარჯვნივ წახვალ, წყალში ჩავარდები, მარცხნივ, ცეცხლში ჩავარდები, შუა გზაზე მგელი შეგჭამსო. ყმაწვილმა მგლისკენ წასვლა არჩია. კარგა ხანს იარა და გავიდა ერთ მინდორში. იქ ჩამოხდა ცხენიდან და დაისვენა. ამ დროს გამოვარდა მგელი, მივარდა ცხენს და შეჭამა. ყმაწვილმა ტირილი დაიწყო. მგელმა გამოჰკითხა: ვინ ხარ, საიდან ხარ და სად მიხვალო? ყმაწვილმა ყველაფერი უამბო, მგელმა კი უთხრა: შემაჯექ ზურგზე და მე დაგეხმარებიო. შეაჯდა ზურგზე ყმაწვილი. მგელმა სასახლეში მიიყვანა და უთხრა: აგერ იმ ფრინველის გალია, მიდი ჩუმად გააღე. გალიას ხელი არ ახლო, ფრინველი კი გამოიყვანეო. ყმაწვილმა არ გაუგონა, გალიას ხელი ახლო, შეიქმნა საშინელი ზარების რეკვა. გამოცვირდნენ მსახურები, დაიჭირეს ყმაწვილი და მიგვარეს ხელმწიფეს. ხელმწიფემ ჰკითხა: ვინ ხარ, რომ აქ მოსვლა გაბედე ჩემი ფრინველის მოსაპარადო? ყმაწვილმა უამბო თავისი ამბავი. ხელმწიფეს უნდა და მოეკლა, მაგრამ ყმაწვილი შეევედრა. ხელმწიფემაც აპატია, მხოლოდ უბრძანა: ერთ მეფეს ოქროს ფაფრიანი ცხენი ჰყავს, წადი და ის მომგვარე, თორემ მოგკლავო. გამოვიდა დაღონებული ყმაწვილი და უამბო მგელს ეს ამბავი. შენ ნოგეშინია, შემაჯექ და ახლა იქ წაგიყვანო, უთხრა მგელმა. შეაჯდა ზურგზე და წავიდა. იარა და მივიდა იმ მეფისას. მგელმა უთხრა: აგერ ცხენი, მაგრამ ოქროს უნაგირს ხელსნო მოჰკიდებ, მხოლოდ ცხენი წამოიყვანეო. ყმაწვილმა არც აქ დაუჯერა, მოჰკიდა უნაგირს ხელი. საშინელი ზარების რეკვა ატყდა. გამოცვიდნენ, დაიჭერეს ყმაწვილი და მიუყვანეს მეფეს. აქაც განურისხდა მეფე: როგორ გამიბედე ცხენის მოპარვაო. პირობით მოგიტევებ თუ წახვალ ერთ სახელმწიფოში, სადაც ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავთ და იმ ქალს აქ მომგვრიო. ეს ამბავიც უამბო თავის მგელს. მგელმა ზურგზე შეისვა და წაიყვანა. იარა და მივიდა იმ სასახლეში. აქ მგელმა უთხრა: ახლა კი დამიჯერე, რაც გითხრა, თორემ ვეღარას გიშველიო. კარს ხელი არ ახლო, მხოლოდ ქალი წამოიყვანეო. ყმაწვილიც სწორედ ისე მოიქცა, როგორც მგელმა უთხრა და გამოიყვანა მზეთუნახავი ქალი. მაშინ მგელმა უთხრა: ამ მზეთუნახავ ქალს ნუ დავკარგავთ, მე გადავიქცევი მაგ ქალად და მიმიყვანე იმ ხელმწიფესთანო. გადაიქცა ქალად მგელი. ყმაწვილმა მიჰგვარა ხელმწიფეს და მიიღო ოქროს ფაფრიანი ცხენი. ყმაწვილი წამოვიდა. მგელიც გამოექცა იმ ხელმწიფეს და დაუხვდა წინ იმ ყმაწვილს. ახლა ოქროს ფაფრიან ცხენად გადაიქცა. ყმაწვილმა ცხენის მაგიერ მგელი მიჰგვარა ხელმწიფეს და ფრინველი მიიღო. მგელი იქიდანაც გამოიქცა და ყმაწვილს უთხრა: ახლა სამივე შენია, წადი და წაიყვანე, ნუღარაფრის გეშინიაო. ყმაწვილმა მადლობა გადაუხადა, დახარებულმა სამივე წაიყვანა და მშვიდობით მივიდა თავის მამასთან. ჭირი იქა, ხინი აქა, გატო იქა, ქვილი აქა.